I've never shared my secret with any soul. You've had these spells since childhood. Tell me what you can from the beginning. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ახალი თაობის ამერიკელი რეჟისორებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ხედვის მქონე რეჟისორის რობერტ ეგერსის ახალი ფილმის ნოსფერატუს განხილვა. ფილმი რეალურად გახლავთ გერმანელი რეჟისორის ფრიდრიხ მურნაუს 1922 წლის უხმო ფილმის რიმეიკი, რომელიც ეფუძნება ყველასათვის კარგად ნაცნობი ირლანდიელი მწერლის ბრამ სტოკერის 1897 წლის გოთიკურ ნოველას სახელწოდებით დრაკულა. თავის დროზე ეს უხმო ფილმი დიდ კინოსკანდალში მოყვა მწერლის ბრამ სტოკერის საავტორო უფლებების დარღვევის გამო, როდესაც ბრამ სტოკერის ქვრივმა ფილმის ასეთი ადაპტაციისთვის მის შემქმნელებს სასამართლოში უჩივლა. კერძოდ, ფილმში შეცვლილია სახელები, მაგალითად გრაფ დრაკულას სახელი გადაარქვეს და ფილმში გრაფი ორლუკი დაარქვეს და ბევრი რამ ზოგადად გერმანიას და გერმანელ მაყურებელს მოარგეს, თუმცა ისტორია არსებითად უცვლელი რჩებოდა, რაც ადასტურებდა, რომ წყაროდ სწორედ ბრამ სტოკერის წიგნი გამოიყენეს, მაგრამ ნებართვის აღების გარეშე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ფილმის ყველა ასლი უნდა განადგურებულიყო, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც გადარჩა, რისის წყალობითაც დღემდე შემოგრჩა ჰორორის ჟანრის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე ფილმი ნოსფერატუ საშინელებათა სიმფონია. მას შემდეგ თვითონ ეს ნაწარმოები დრაკულა კიდევ ბევრნაირი ადაპტაციით ვნახეთ კინოეკრანებზე. ასევე ვნახეთ ნოსფერატუს რიმეიქებიც, თუმცა მისი ამ მასშტაბების თანამედროვე რიმეიკის მცდელობა პირველია და ამ მისიისთვის რობერტ ეგერსზე უკეთესი რეჟისორი არც წარმომედგინა. ზოგადად ჰორორის ჟანრის ფილმები ნაკლებად მიზიდავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სუსტი გული მაქვს. და ასეთი ფილმების ნახვა ჩემზე დიდ ემოციურ გავლენას ტოვებს ხოლმე, მაგრამ რობერტ ეგერსის შემთხვევაში ყველა მისი ფილმი ნახვა ღირდა. კერძოდ საუბარი მაქვს მის წინა ამ ფილმზე, განსაკუთრებით კი The Witch-ზე და The Lighthouse-ზე და უფრო ნაკლებად The Northman-ზე, რადგან ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლებად მომეწონა. მართალია, რომ ეგერსის ფილმებმა, განსაკუთრებით კი Lighthouse-მა დიდი ემოციური დაღი დამასვა და შეიძლება ითქვას, რომ სულუქად ტრავმირებულიც კი დამტოვა, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვიყავი ეგერსის რეჟისურით და მისი განსხვავებული ხედვით, რაც ამდენი რიმეიქების და პრიკუელ-სიკუელების ერაში ასე ძალიან ჭირს. რაც შეეხება ნოსფერატუს, ვთვლი, რომ ეგერსმა ამ ფილმით თავის შემოქმედებაში მწვერვალს მიაღწია. თუმცა არა მაინც და მაინც იმიტომ, რომ ეს მისი საუკეთესო ფილმია, ჩემთვის მის საუკეთესო ფილმად ისევ Lighthouse რჩება, არამედ იმიტომ, რომ ნოსფერატუთი ეგერსმა საბოლოოდ შეკრა თავისი უნიკალური ხელწერა და მოიპოვა ის საერთაშორისო აღიარება, რასაც უკვე დიდი ხანია იმსახურებდა. მისი ძლიერი ხელწერა იგრძნობა რეალურად მის ყველა ფილმში. კერძოდ ის, რომ ჟანრობრივად ის ყოველთვის ტრიალებს ჰორორის, გოთიკური ჰორორის, ფოლკლორებისა და მითებზე დაფუძნებული თემების ირგვლივ. მის შემოქმედებას ასევე ახასიათებს ისიც, რომ მას ბრწყინვალედ გამოსდის ფილმში ნაჩვენები ისტორიული ეპოქისთვის დამახასიათებელი და ავთენტური გარემოს შექმნა. იმ დროისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, ტანსაცმლით და საუბრის მანერითაც კი. ასევე ვერ გამოგრჩება მისთვის დამახასიათებელი ვიზუალური სტილი, რომელიც ხშირად ფერმკრთალი, დესატურირებული ფერებით გამოირჩევა და რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს ულამაზეს განათებას, ჩრდილებს, სილუეტებს, ხოლო CGI კი თითქმის საერთოდ არ გვხვდება. ამ მხრივ იმედები რეალურად არც ნოსფერატუმ გაგვიცრუა, რადგან შეუძლებელია გულგრილი დარჩე ამ ფილმის ვიზუალის მიმართ. იმდენად ბევრი ლამაზი და შთამბეჭდავი კადრით არის ფილმი გაჯერებული, მისი დასაწყისიდან ბოლო წუთებამდე. სულ რომ არაფერი მომხდარიყო ამ ფილმში, იმდენად დიდი გავლენის ქვეშ გაქცევდა თვითონ ეს ცივი, იდუმალი, ზოგჯერ სასტიკი და საშიში ვიზუალური გადაწყვეტილებები, რომ შეუძლებელია ეს ფილმი ნახო და ვერაფერი იგრძნო. ისინიც კი, ვინც ამ ფილმს აკრიტიკებენ, მგონია, რომ ვიზუალურ ნაწილზე მაინც შეგვიძლია ყველანი შევთანხმდეთ, რომ ამ მხრივ უდავოდ ბრწყინვალე ნამუშევარია, რაც ნაწილობრივ ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ფილმი 35 მმ-იან ფირზე გადაიღეს, რის გამოც განსაკუთრებით ლამაზია ეს შორი ხედები, რომლებშიც შეგვიძლია, რომ პერსონაჟებთან ერთად დავინახოთ ის დამთრგუნველი, სასტიკი გარემო, რომელშიც ისინი იმყოფებიან. სიუჟეტის თვალსაზრისით, ჩემთვის განსაკუთრებით ძლიერი იყო ფილმის პირველი აქტი, სადაც ვხედავთ ამ ახალგაზრდა ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს, ელენს და ტომას, რომელსაც ლილი დებროუზი და ნიკოლას ჰოლტი თამაშობენ. ერთ დღესაც უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ტომას თავისი უფროსი დაავალებს, რომ გაემგზავროს ტრანსილვანიაში მათ კლიენტთან გრაფ ორლუკთან შესახვედრად, რომელსაც ბინის დადება მათ ქალაქში სურს. წინადადება იმდენად სარფიანია, რომ ტომასი დათანხმდება ამ შორეულ მისიაზე წასვლას ტრანსილვანიაში, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგია მისი მეუღლე ელენი, რომელსაც დაესიზმრა, რომ მან როგორც ის აღწერს, სიკვდილზე იქორწინა. ეს სიკვდილი კი არის ადამიანის
სხეულის მქონე ვამპირი, გრაფი ორლოკი, იგივე ნოსფერატუ, რომელსაც ბრწყინვალედ თამაშობს ბილ სკარსგარდი. მისი სახე იმდენად შეცვლილია, რომ საერთოდ ვერც კი ვიცანი ვინ იყო და სანამ ფილმის ნახვას არ მორჩი და არ მოუძებნე, ვერ მივხვდი, რომ ბილ სკარსგარდი თამაშობდა რეალურად. ზოგადად ეტყობა ეგერს, რომ სკარსგარდების ოჯახი ძალიან უყვარს If You Know What I Mean და ვერც შეედავები, ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან ამ ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ეს რიმეიკი თითქმის ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს 1922 წლის ორიგინალის სიუჟეტს, მათ შორის მაინც არის ერთი მთავარი განსხვავება, რაც გახლავთ ის, რომ ფილმის ახალ ვერსიაში ნოსფერატუ და ელენი ერთმანეთს თავიდანვე იცნობენ და მათ შორის უკვე არსებობს კავშირი მანამდეც კი, სანამ ტომასი გრაფ ორლოკთან შესახვედრად გაემგზავრება. მაშინ, როდესაც 1922 წლის ვერსიაში ნოსფერატუ ელენს პირველად ტომასის ჯიბიდან შემთხვევით გადმოვარდნილ სურათზე დაინახავს და მისი სილამაზით დატყვევებული გადაწყვეტს მათ ქალაქში ჩასვლას. მე სიმართლე გითხრათ, ეს ახალი ვერსია უფრო მირჩევნია, რადგან ძველი ზედმეტად პრიმიტიული მეჩვენება. ასეა თუ ისე, ტომასი გაემგზავრება გრაფი ორლოკის ციხესიმაგრეში და ფილმი ყველაზე დიდ დაძაბულობას ჩემთვის სწორედ ამ მომენტში აღწევს. მისი მოგზაურობის დასაწყისიდანვე ყველაფერი, რაც კი გზად გადახდება, შეფარვით უკვე გვამზადებს იმისთვის, რაც მას შემდგომში მოელის. მაგრამ ვერაფერი მომამზადებდა იმ დაძაბულობისთვის, რომელიც განვიცადე ტომასის გრაფ ორლოკთან შეხვედრის დროს. განსაკუთრებით კი ვახშმის სცენა მაქვს მხედველობაში. ამ მხრივ ქებას იმსახურებს ნიკოლას ჰოლტის შესრულება, რადგან თავად მისი სახე ყვირის შიშს, ტერორს და გულის გახეთქვას. ასევე მომეწონა რეჟისორის გადაწყვეტილება, რომ თავიდან მაყურებელს აწვალებს და ნოსფერატუს სრულ სახეს არ აჩვენებს. ამის ნაცვლად გვაჩვენებს მისი სხეულის მხოლოდ ნაწილებს, ხან ულვაშს, ხან ხელს, ხან შუბლს, რაც მის პერსონაჟს სიდუმალებას მატებს. მაგრამ მეორე მხრივ არ მომეწონა ის გადაწყვეტილება, რომ მას შემდეგ რაც გაგვიმხელს იმას თუ მთლიანობაში როგორ გამოიყურება გრაფი ორლოკი, ისევ უბრუნდება მის მხოლოდ ნაწილობრივ ჩვენებას და ჩემი აზრით აღარ იყო საჭირო ამ big reveal-ის შემდეგ მისი ხელახლა დამალვა. შეშინებული ტომასის სასახლიდან გაქცევის შემდეგ ფილმი ცოტათი კარგავს ინტენსივობას და აქედან მოყოლებული მოვლენები სწრაფად, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად მდორედ ვითარდება. შემოდიან ახალი პერსონაჟები, მათ შორისაა უილიამ დეფოს პერსონაჟი, რომელიც აუცილებლად უნდა მეხსენებინე, რადგან მის მიმართ სუბიექტურად ვარ განწყობილი. ის როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივია. ამ ახალ პერსონაჟებს ემატებათ ხშირი გადასვლები იმ ადგილებს შორის, სადაც ხან ელენია, ხან ტომასი და ხან ნოსფერატუ. და მართალია, რომ ყველაფერი ლოგიკურად იმისკენ მიდის, რომ ბოლო დასკვნითი აქტის დროს ყველა ერთ ადგილას შეიყაროს, მაგრამ რაღაცნაირად სანამ აქამდე მივედით, გზაში ცოტა მოვიწყინე. და ერთადერთი რამ, რაც დამაკლდა ამ ფილმში, არის ის, რომ პერსონაჟებს თითქოს არანაირი გავლენა არ აქვთ იმაზე, რაც ხდება. მთელი მეორე აქტი მიდის იმის გარკვევა თუ რა არსებასთან აქვთ საქმე და არანაირ გეგმას ან მიზანს არ ისახავენ პერსონაჟები. არამედ ასე უბრალოდ მიყვებიან დინებას, სანამ ელენი თავის ხელში არ აიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და აქ მთავრდება კიდეც უკვე ფილმი იმ შემაძრუწუნებელი სცენი, რომელზეც არ დაგასპოილერებთ. საბოლოო ჯამში ფილმით ვისიამოვნე, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მომეწონებოდა აი ამ პირველ აქტში გამომცხვარი ეს ძლიერი მუხტი, რომ მოგვიანებით არ დაკარგულიყო. თუმცა ბოლო სცენა იმდენად კულმინაციური იყო, რომ დარბაზს გულგრილი არ ტოვებ. ასევე ერთი მხრივ ვაფასებ იმას, რომ ნოსფერატუს გარეგნობისთვის რეჟისორმა ინსპირაციისთვის რეალური პიროვნება გამოიყენა, მაგრამ რაღაცნაირად საკმარისად შემზარავი არ იყო მისი სახე და რაღაც მომენტში უფრო გუფი შესახედაობა ჰქონდა ვიდრე საშიში. თუმცა ამ უმნიშვნელო კრიტიკის ფონზე იმდენად არაჩვეულებრივია მსახიობების შესრულება, ფილმის ვიზუალი და მუსიკაც, რომ მაინც 2024 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმად მიმაჩნია ნოსფერატუ. და თქვენს თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ და თან მოგწონთ გოთიკური ჰორორი, ამ ჟანრის მოყვარულებს და პრინციპში არამოყვარულებსაც გირჩევთ ამ ფილმის ნახვას. ჩემ მხრიდან სულ ეს იყო, მეგობრებო, მადლობა თუ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. შეგიძლიათ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. თუ ახალი ხართ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი ან დატოვოთ მოწონება, ამით ხელს შეუწყობთ არხის განვითარებას. მეკიდროებით, გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.